ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა, რომლითაც ირანზე მაქსიმალური ზეწოლის კამპანია აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს. ტრამპის თქმით, ის მერყეობდა ბრძანების გამოწერაზე და არ გაუხარდა ამის გაკეთება. იმედია, ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება მისი გამოყენება. აღნიშნა მან, კერძოდ აღმასრულებელი ბრძანება ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა განახორციელოს ირანზე სანქციების სერიის მეშვეობით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული. უკრაინა ღია იშვიათი მინერალების სფეროში პარტნიორების ინვესტიციების მოზიდვისადმი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის დახმარების ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც ამერიკის მხრიდან იარაღის მიწოდების გაგრძელებას, უკრაინის მხრიდან კი ბუნებრივი რესურსების გაცემას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ტრამპის ფოკუსში იშვიათი მინერალებია, რომელთაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში იყენებენ და რომელთა წარმოებაზე მონოპოლია ჩინეთს აქვს, რომელმაც ამერიკაში ექსპორტი შეზღუდა. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ამერიკის ხაზინისა და ვაჭრობის დეპარტამენტებს სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნას ავალებს. როგორც ცნობილია, ამ პროექტს ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი უხელმძღვანელებენ. ტრამპის თქმით, ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს, ამიტომ სუვერენული ფონდი უმოკლეს ვადებში უნდა შეიქმნას და მისი მოცულობა სწრაფადაც უნდა გაიზარდოს. ზოგადად, სუვერენული სიმდიდრის ფონდი საინვესტიციო ინსტრუმენტია, რომელიც არა კერძო ინვესტორებს, არამედ სახელმწიფოს ეკუთვნის. სუვერენული ფონდის მიზანი გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება, მასშტაბური პროექტების დაფინანსება და მომავალი თაობებისთვის მეტი სარგებლის გენერირება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფონდის მთავარი დანიშნულება არა კონკრეტული ინდივიდების, არამედ მთელი ერის გამდიდრება. საპენსიო ფონდისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები ფულს საკუთარი საჭიროებებისთვის იღებენ, სუვერენული სიმდიდრის ფონდი ერის კოლექტიური კეთილდღეობისთვის ინვესტირებს. მსოფლიოში 90-ზე მეტი ასეთი ფონდია რეგისტრირებული, რომლებიც $8 ტრილიონ მეტის აქტივებს მართავენ. დონალდ ტრამპმა გაეროს ამერიკის ადამიანის უფლებების საბჭოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განკარგულება თეთრი სახლის ლიდერმა 4 თებერვალს გამოსცა. განკარგულების თანახმად, ამერიკა პალესტინელთა დახმარების მთავარი სააგენტოდანაც გამოდის და აჩერებს პალესტინელი ტოლვილების დაფინანსებას. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება ითვალისწინებს გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციაში იუნესკოში მონაწილეობის გადახედვასაც. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, გაეროს რეგულარული საოპერაციო ბიუჯეტის 22%-ს აფინანსებდა. ამერიკის გასვლის გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკრუტინგს აჩერებს და ბიუჯეტს ამცირებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წევრი ქვეყნების მიერ ფინანსდება, ხოლო შეერთებული შტატების კონტრიბუცია ყველაზე დიდი იყო. 2022-23 წლებში ჯანმოს ბიუჯეტი $6.7 მილიარდი იყო, რომლის 19.4%, ანუ $1.3 მილიარდი სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაიხადა. როგორც ჯანმოს ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, ამერიკის კონტრიბუციის გარეშე ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობა გართულ და რაც ხელმძღვანელობას მკვეთრი ფინანსური ზომების მიღებას აიძულებს. ჯანმოს ხელმძღვანელი იმედს იტოვებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი მის გადაწყვეტილებას გადახედავს და ორგანიზაციის დამფუძნებელი ქვეყანად წევრობას აღადგენს. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტა ეგედემ 11 მარტს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებით ჩანიშნა, ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. როგორც სააგენტო წევს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა არქტიკული კუნძულის შეძენაზე ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაინტერესების ფონზე მიიღო. მოსალოდნელია, რომ წინა საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა გრენლანდიის დამოუკიდებლობა და ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანიასთან ურთიერთობა იქნება. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ახალი ფინანსთა მინისტრი იქნება, მთავრობის გადაწყვეტილებაზე CNBC წერს. მედიის ცნობით, ნორვეგიის ფინანსთა მინისტრის პოსტზე სტოლტენბერგი მას შემდეგ აირჩიეს, რაც გასულ კვირას ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა და კაბინეტის ხელახალი დაკომპლექტება დაიწყო. თავად სტოლტენბერგი ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის წევრია. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს ორჯერ 2000, 2001 და 2005-2013 წლებში იკავებდა. 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, 2024 წელს კი გემდივნის პოზიციიდან გადადგა. სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარედაც იყო არჩეული. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა კონფერენციის თავმჯდომარეობას გამორიცხავს, რის გამოც ნატოს ყოფილი გემდივანი მიუნხენის კონფერენციას მას შემდეგ უხელმძღვანელებს, რაც საჯარო სამსახურს დატოვებს. საბერძნეთში კუნძულ სანტორინიზე სეისმური აქტივობა გრძელდება, რის გამოც ათასობით ადგილობრივი მოსახლე და ტურისტი ამ ადგილს ტოვებს, წერს გარდიანი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ეშინიათ განმეორებითი მიწისძვრების, რომელიც შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს და ასევე ვულკანის ამოფრქვევის, რომელმაც მიწისძვრების ფონზე შეიძლება გაიღვიძოს. არსებული ინფორმაციით, კუნძული უკვე 6000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ბოლო დღეების განმავლობაში ამ რეგიონში 300-ზე მეტი წყალქვეშა მიწისძვრა დაფიქსირდა.
Ryanair-ის გენერალური დირექტორის მაიკლ ოლირის განცხადებით, ომის დასრულების შემთხვევაში კომპანია უკრაინაში ფრენებს საკმაოდ სწრაფად 6 კვირის ვადაში აღადგენს. როგორც ოლირი აღნიშნავს, მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, რაც Ryanair-ის საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ცნობისთვის გეტყვით, რომ Ryanair-მა და სხვა სამოქალაქო ავიახაზებმა უკრაინაში საქმიანობა 2022 წლის შემდეგ შეწყვიტეს, რაც უსაფრთხოების ზომებით იყო განპირობებული.